მე ვარ თათია ხავთასი, ცხოვრობ ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში და ვაკეთებ ჩიჩილაკებს. ჩიჩილაკის კეთება ბაბუამ მასწავლა 9 წლის ასაკში. სურვილი მქონდა და სულ ეხვეწებოდი რომ ბაბუ მასწავლე და დღესაც დამაჩინა და მოდი აბა ბაბუა ვისწავლე ჩიჩილაკის გაკეთებაო და ძალიან მარტივად გავაკეთე, მასაც გავუკვირდა და მას შემდეგ ერთი წერიც არ ჩამიგდია რომ არ გამეკეთებინოს, სულ ვაკეთებ. ბაბუა ჩემი იყო გიზო თოიძე, განთქმული იყო ჩიჩილაკების კეთებით, მასთან მოდიოდნენ სასწავლად, კიდეც რამდენჯერმე იყო შემთხვევა რომ თხოვეს გვასწავლე ჩიჩილაკის გაკეთებაო. ჩემი აზრით ეს არის გენეტიკური და აი ვერც ერთმა ვერ გააკეთა. ჩიჩილაკის გამზადებას ვიწყებთ შემოდგომაზე. მივდივართ ტყეში, ვით თხილს, ალაგებთ შემდეგ ცოტა ვახმობთ, რომ უფრო ხვევლები გამოვიდეს. მას სპეციალური დანით ვამზადებთ. რაც უფრო მეტი ბურბუშელა აქვს, ჩიჩილაკს უფრო ლამაზია. შემდეგ უკეთდება თავი, ბაბუა მას ქოჩორს ეძახდა. შემდეგ ვაკეთებთ ფეხებს და უკეთებთ ზემოდან ჯვარს. ეს არის აუცილებელი ჩიჩილაკისთვის, რომ გავუკეთოთ ზემოდან ჯვარი. ჩიჩილაკის ტრადიცია წმინდა ბასილის წვერებს უკავშირდება. გურიაში კალანდობა არ არსებობს ჩიჩილაკის გარეშე. ჩიჩილაკი არის ხვავის და ბარაქის მომტანი ყველა ოჯახისთვის. მას ვთავთ კანფეტებით, კურკანტელა, სუროს ფოთლებით, ზემოდან მანდარინის რამოდენიმე ოტს ვუმაგრებთ. ეს ყველაფერი არის ხვავის და ბარაქის აღმოჩენილი ყველა გურულისათვის. ჩიჩილაკს ნათლისღების ღამეს რომელიმე ოჯახის წევრი ადგება, ჩუმად მოიპარავს თავისი კანფეტებით, თავისი ჩურჩხელებით. ჩვენს ოჯახში იყო ტრადიცია, რომ აუცილებლად რომელიმეს 12 საათს შემდეგ არ ვიძინებდით ბავშვები, რომელიც მოასწრებდა, მოვიპარავდით და შემდეგ ერთმანეთს უნაწილებდით ამ ყველაფერს, რაც ჩიჩილაკზე იყო დამაგრებული. ეკო ჯორჯიას პროექტში მონაწილეობამ და რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობამ მე მომცა დიდი სტიმული, რომ უფრო მეტად ვანახო ხალხს, რომ როგორ მზადდება ჩიჩილაკი. სურვილი მაქვს, რომ მაკვანეთში მოვაწყო სახელოსნო, სადაც ვიზიტორებს ვაჩვენებ ჩიჩილაკის კეთების პროცესს. სანამ ბაბუა იყო ცოცხალი, რატომღაც ესე ვერ აღვიქვავდი, რომ რაღაცა ესე ტრადიციად გამეგრძელებინა, მაგრამ ბაბუა რო გარდაიცვალა, მას შემდეგ მივხვდი, რომ თურმე რამხელა ტრადიციის მატარებელია ეს ყველაფერი, და უფრო მეტად გამიჩნდა იმის სურვილი, რომ არ გავნებდეს, სულ გავაკეთო ეს საქმე. ჩემს შვილებსაც სურვილი აქვს, რომ ისწავლონ და მეც მათ გადავცე ეს საქმიანობა.